2008 წელს ევროკავშირის და შეერთებული შტატების ეკონომიკა თითქმის ერთი მოცულობის იყო. მეტიც, ევროპა ოდნავ უსწრებდა კიდეც შეერთებულ შტატებს. მაგრამ თუ მსოფლიო ბანკს დაუჯერებთ 2008 წლიდან 2023 წლამდე, ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 13.5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 16 ტრილიონიდან 18 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ახლა შევხედოთ შეერთებულ შტატებს, რომელმაც იგივე პერიოდში 87%-იან ზრდას მიაღწია და მაშინდელი 15 ტრილიონიანი ეკონომიკა დღეს 27 ტრილიონ დოლარს აღემატება. წარმოიდგინეთ, ამერიკასა და ევროკავშირს შორის სხვაობა 2 იაპონიის ეკონომიკას უტოლდება, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ეკონომიკაა. შეგახსენებთ, რომ 2008 წელს მსოფლიოში იყო ფინანსური კრიზისი და ამ დროს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დიდი როლი ითამაშეს ქვეყნების განვითარებაში. მაშინ ქვეყნებს ჰქონდათ არჩევანი. ან სტიმულირების გზით გაეაქტიურებინათ ეკონომიკა და ზრდაში ჩაედოთ ინვესტიცია, ან გამკაცრებული ფისკალური პოლიტიკით შეემცირებინათ სამთავრობო დანახარჯები და გაეზარდათ საშემოსავლო გადასახადები. შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა სტიმულირების გზა აირჩიეს, ევროპამ კი მკაცრი ეკონომიკა. და ბევრი ექსპერტის შეფასებით, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია ეკონომიკური თვითსაბოტაჟი ევროპისთვის, რომელმაც მისი ზრდის პოტენციალი წლების განმავლობაში შეაფერხა. მაგრამ ეს კიდევ უფრო კომპლექსური თემაა და ამის პარალელურად წავიდა სხვა შიდა პროცესებიც, რამაც ევროპის გეოეკონომიკური გავლენა შეამცირა. ცნობისთვის დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე.